პაციენტი, რომელიც რამდენიმე დღის წინ ზუგდიდის ინფექციურ საავადმყოფოში ცოფის დიაგნოზით მოათავსეს, გარდაიცვალა. 47 წლის მამაკაცი ოჯახში კატამ 2 თვის წინ დაკვინა, თუმცა მას სამედიცინო დაწესებულებისთვის არ მიუმართავს. პაციენტი უმძიმესი მდგომარეობით სტაციონარში 3 თებერვალს მოათავსეს, თუმცა ექიმებმა მისი გადარჩენა ვეღარ შეძლეს. უკბინა მას ოჯახში საკუთარმა კატამ 2 თვის წინ, მას ანტირაბიული კაბინეტისათვის დახმარების მიზნით არ მიუმართავს. გარდა ამისა, ოჯახში კონტაქტირებულ პირებს ამჟამად უტარდება ანტირაბიული იმუნიზაცია. ეს არის ოჯახის წევრები და ის ახლონათესავები, რომელიც ფაქტიურად ინფიცირებულ ცხოველთან ჰქონდა კონტაქტი. ექიმები განმარტავენ, რომ ცოფის ყველა შემთხვევა ფატალური შედეგით სრულდება. ამიტომაც მოსახლეობას სიფრთხილისკენ მოუწოდებენ და ურჩევენ, რომ მსგავსი შემთხვევების თავიდან ასაცილებლად დროულად მიმართონ რადიოლოგიურ კაბინეტს და ჩაიტარონ ვაქცინაცია.